სისხლიანი დაპირისპირება კასპის მუნიციპალიტეტში TV მონიტორინგის ინფორმაციით სოფელ ზემო ხანდაკში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დანით დაჭრეს. სოფელში ამბობენ, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მეზობლები ერთად სვამდნენ. მათივე ინფორმაციით კონფლიქტიც ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. არსებული ინფორმაციით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.100 მერვე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებისვე ცნობით, თავდამსხმელი პოლიციამ ცხელკვალზე დააკავა. შეიპატიჟაოდა, სახში დაჭრავდა. ეგვიზით მარტო დაუკავებით. დაიყვანეს ციხეში რა გადაუყვანია. და კონფლიქტი რაზე მოხდა? ირაიც. თანასოფლელები არიან. კი. მანამდეც ხომ არ გქონდათ მან კონფლიქტი? არაფერი. უშინ გავიქით რაღაც. მე ვთხოვ ახლა. რა გაიქით? რა ვიდაჭერეს უნდა რა ვიცი, მაგრამ რა მოხდა, რა მოხდა, რაზე დაჭერეს, რა ვიცი. ის კაცი ინვალიდი კაცია. რომელი? დაჭერილი. და ის ცნობილი იყო? არა, ისუბელი. სადაუხია? ახაურები არის. ეგ ვიყავით და გამოვიდა სახლიდან, წავიდა იქ ზეით. აი მანქანა რო გაჩერდა. აი კიდევ მე რა ვიცი, რა მოვიდა იქიდან. მე წავედი სახში შევედი, მოხუცავი და იქიდან მე რომ ერთი 20 ყო გამოვიდა და გავირო სატრაფოჩევი და დაიჭრა უცხო და იქ საუთურა გამოვიდა. თანასოფლელმა დაჭრაო და მისეს თანასოფლელმა დაჭრაო და მისეს ხო არის? მე პოლიცია იყო ისინი. და აღარ გამოსულა.